მოგესალმებით, დავით ვალხანიშვილი. ამ ვიდეოში ვისაუბრებ ორ კითხვის ირგვლივ, რომელსაც ხშირად სვამენ ხოლმე პაციენტები. პირველი ეს კითხვა, რას მომსახურებას თავაზობთ, მეორე, თქვა ფინანსური კუთხით, რამდენად შეღავათიანია ან მონგებიანია პაციენტისთვის, რომ დღევანდელ დღეს, როდესაც ფინანსური სიდუხჭერია, პაციენტიც ეძებს სამწუხაროდ, თქვა ხარისხიანი მკურნალობაც მიიღოს და შეღავათიც გამოვიდეს. პირველ კითხვას რაც შეეხება, მე იქიდან გავდივარ, რომ რეაბილიტოლოგი ვარ, ვიყენებ სამკურნალო მასაჟს, მანუალურ თერაპიას, ფიზიოპროცედურებს, სამკურნალო მედიკამენტებს, სამკურნალო ვარჯიშებს. იმიტომ რომ როდესაც ზიანდება ძვალსახსროვანი სისტემა, ეს არის ხერხემლის პრობლემები, ზედა და ქვედა კიდურების ხარის პრობლემა იქნება, დაჟეჟილობა, მოტეხილობა, ტრამები და შემდეგ და სახსრებს, კუნთებს და მყესებს აღდგენა რომ უნდა, აქ უნდა ყოველთვის კომბინირებული მიდგომა. მარტო წამლებით წამლებს სვავდი და არ გიშველა, იმიტომ რომ წამას თავისი პლუსი აქვს და მინუსი ის რომ კუნთებს ვერ აღადგენს და მყესებს თუ არ ჩაასწორე და კუნთები თუ არ ჩაასწორე, მან წამალი ვერ უშველს. ამიტომ მინდა ყოველთვის კომბინირებული მიდგომა. ასევე ვაკეთებ ვისცერალურ მასაჟს, რომელიც ემსახურება ორგანოების ფუნქციის აღდგენას, რადგან ასევე ძალიან ხშირია ხოლმე, როდესაც პაციენტს ყველაფერი აწუხებს, ყველაფერი მტკივა, ყველგან ჩივლები მაქვს და საიდან დაიწყო მკურნალობა არ იციან ხოლმე და ცოტა მუცლის ვისცერალურ მასაჟს რო გააკეთებ და ორგანოების სტიმულირებას მოახდენ, ორგანიზმი თვითაღდგენას უფრო იწყებს ხოლმე, ერევა თავის პრობლემებს და სიმპტომები ჩაწყნარდება ხოლმე. და საკმაოდ ეს 2-3 სიაში საკმაოდ ჩანს ხოლმე ეს ეფექტურობა. ახლა რაც შეეხება შეღავათს, უყურეთ იქიდან გამომდინარე, რომ 25 წელი ამ სფეროში ვარ, 20 წლიდან სტუდენტობიდან მოვყვები ამ დარგს, ბუნებრივია ჩამოყალიბდა გამოცდილებაც, რომელიც თქვა კარნახობს, რომ მაგალითად პაციენტი თუ მეუნება თქვენთან ტომოგრაფია აუცილებელია, ხშირად ვეუბნები, მოდი, ნახო, შეიძლება არ არის საჭირო, იმიტომ რომ ტომოგრაფია მე დაახლოებით 40% დასკვნას მაძლევს და ხშირად გამოცდილებიდან გამომდინარე ამ ჭირდება და ამიტომ ის 500 ლარიც, რომელიც 400-500 ლარი, რომელიც ტომოგრაფიაში უნდა გადაიხადოს, ხშირად ესეც დიდი დანაზოგია ხოლმე, იმიტომ რომ მაგდენი შეიძლება არ დაუჭირდეს ჩემთან მკურნალობა. მეორე, როდესაც პაციენტი მოდის, აუცილებლად კონსულტაციას და პირველ სეანსს ყოველწონები ერთად ვაკეთებ და რა თქვა ცალ-ცალკე, რატო? ნახეთ, ერთია თქვა ხელით შევეხე, გამოვიკვლიე, რაღაცა დასკვნა გამოვიტანე. მეორეა, როდესაც ჩაატარე სეანსი, დაინახო ორგანიზმის რეზერვი, როგორ მოყვება, რამდენად სწრაფად მოყვება, ან კი არის ხოლმე კიდე რაღაცა ფარულ რაღაცებს ამოყრის მკურნალობის დროს რეაქციებს გაძლევს, რომ ეს ჩემთვისაც საჭირო, რომ სწორად მივხვდე რასთან აქვს საქმე, პაციენტსაც მნიშვნელოვანია, რომ დაინახოს რამდენად კარგად მუშაობს, სწორად მუშაობს, როგორ უდგები, შედეგიდან გამომდინარე გაიაზროს თვითონაც რამდენად ღირს აქვს მკურნალობა თუ არ ღირს მკურნალობა. და თქვა მესამე ფაქტორი აუცილებელია მომენტი, რომ ყოველთვის იქიდან გამომდინარე, რომ წესი კი კარგია პაციენტმა ჩაიტოროს 10-15 სეანსი, მაგრამ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, 5 სეანსამდე ვავიწროვებ, ასე თქვა, რომ და ვაკეთებ იმ ძირითად, რომელიც თქვა პაციენტს არ შეუძლია თავის თავზე იმკურნალოს, კი არ მე რო ამტკიდეს, კი ვარ სპეციალისტი, მაგრამ ვერ ვიმკურნალებ ჩემ თავზე, უნდა მივიდე ვიღაცასთან, ან ჩამისწოროს, ან დამიმუშაოს ის კუნთი, რომ ვერ გავიკეთებ, მე რა პროფესიონალი ვარ. მე უნდა დავწე, მოვეშვა, რომ დამიმუშაოს ვიღაცა სპეციალისტმა, თუნდაც დამწყები იყოს, მაგრამ ვიღაცამ უნდა მომკიდოს ხელი, მე ვერ გავუკეთებ ჩემ თავს, ხვდებით? ანუ არის რაღაც, რაც შენ თავს ვერ გავუკეთებ, სხვამ უნდა გააკეთოს. და რისი გაკეთება თქვა სახშეულია თქვა მედიკამენტოზური მკურნალობა, თქვა სამკურნალო ვარჯიში მივიცე, რომ თავის თავზე იმუშაოს, იმას თქვა ვაძლევ და მე თვით მკურნალობას ჩამთავრებას აკეთებ სახში და ეს შეღავას და გამოყავს ხოლმე ხშირად თავისთავად უკვე პაციენტს თვითონ. მეოთხე ფაქტორი ის არის, რომ ყოველთვის აქედან გამომდინარე, წინა პასუხიდან გამომდინარე, სამკურნალო ვარჯიშებს იმიტომ ვაძლევ, რომ ვისთანაც არ უნდა იმკურნალოს, თუ პაციენტმა სწორი ვარჯიშებით არ იცის თავისი პრობლემის მართვა, ალბათ 10-დან 9 შემთხვევაში ეს პრობლემა უკან ბრუნდება და თითქოს წრეზე დადის რაღაცა უკურნებელი სენივით აჭირს. ამაში არა საქმე, უბრალოდ კუნთი თუ ტონუსია, ადამიანი ჯამთელია, კუნთი თუ მოეშვა, პრობლემები იწყება.
კულტის მოშევიდან იწყება ისედაც ყველაფერი. ამეტნაკლებად ყველა ხვდებით ამას, რომ ამაშია საქმე. ამიტომ როცა იცი სწორი სამკურნალო ვარჯიშები, ხო იცი შენი პრობლემის მართვა და არ აძლევ უფლებას, რომ შენი პრობლემა ჩამოყალიბდეს. ხო, სულ ეს იყო რაც უნდა მეთქვა. ამიტომ ამდენი იმის შემდეგ ფინანსური თვალსაზრისით საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობს პაციენტი. მადლობა ყურადღებისათვის, ჯანმრთელობას გისურვებთ.